გეგმიური მომსახურებისთვის საჭირო ნაწილები, როგორიც არის ხუნდები და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა მეორადი არ გამოდგება, თუმცა როგორც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გარეთა ნაწილები, როგორიც არის ბამპერი, ასე ვთქვათ, ფრთები და ასე შემდეგ, ეს მეორადია პრობლემას არ წარმოადგენს. დაგიბრუნდებით, ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ასევე ავტობანის დამფუძნებელი ბატონი ბაკურ ხუნდაძე. მოგესალმებით ბატონო ბაკურ. მაინტერესებს რეალურად თქვენი ხედვა, რანაირად შეიძლება გაივლოს ოქროს შუალედი ისე რომ ერთის მხრივ არ დაზარალდეს არც მოსახლეობის ჯიბე, მეორეს მხრივ რეგულირების ასპექტი იყოს სწორად გავლებული და მესამე ამ შემთხვევაში მივიღოთ სტრუქტურულად გამართული ბაზარი. გისმენთ? ალეკო კლასიფიკაცია, რომელზეც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, მე მთლად ესე არ ჩამოვაყალიბებდი, როგორც ახლა ჩამოვაყალიბებული. ჯერ ერთი ხარისხიანი ნაწილის ყიდვით არასოდეს არ ზარალდება მომხმარებელი, იმიტომ რომ რეალურად ის თავის საფასურს მას აძლევს, უბრუნებს მომხმარებელს, ის დიდხანს მუშაობს და მისი გამოსვლა წარამალა არ უწევს მომხმარებელს. მეორე, ჩვენი ბაზარი ძალიან გაჯერებული არის. მეორადი, რასაც ვეძახით ჩვენ, მეორადი ალბათ ეს არის დაშლილი მანქანები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი შეღავათია ჩვენი მომხმარებელსაც, როდესაც შეუძლია ძრავი იყიდოს, კოლოფი იყიდოს, ხიდი იყიდოს, თუნდაც აი ეს დაკიდების გიტარებს რო ეძახით, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია, ის იყიდოს, რომელსაც ეცვლება მრავალი ნაწილი, შეიძლება შეუცვალოს. აი ჩვენი გაჭირებული ქვეყნისთვის ამის რეაბილიტაციის უნარი რო გააჩნია, თქვათ მომხმარებელს, ეს ძალიან კარგია. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც, აქედანაც არ ზარალდება მომხმარებელი. თუ ზედანიშის მომხმარებელია, როგორც თქვით, არ ზარალდება, ყველაზე დიდ ზარალს იღებს სწორედ იმ ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან, რომლისგანაც ძალიან გაჯერებულია ჩვენი ბაზარი. ეს არის ბრენდების ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაც აკრძალულია მთელ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან არის საოცრად გავრცელებული. ბაზრის 60% უჭირავს. თქვენ წარმოგიდგენიათ, მომხმარებლების 60% ყიდულობს ფალსიფიცირებულ პროდუქტს. რომელიც არის ჩინეთში დამზადებული, აწერია რომ ის არის დამზადებული გერმანიაში არ აწერია, გერმანული ტექნოლოგია. ხადია აქ ყოფ კომპანიებს არ ეხებათ და აქ ყოფი კომპანიების გამოსtildeება და ასე ვთქვათ ოპერირება ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ვაფასებთ. თუმცა ბატონო ბაკურ მაინტერესებს ამისგან ბრენდირებულ ასე ვთქვათ ცენტრში ან თუნდაც ასე ვთქვათ სასაწყობო მიმართულებით არის დაზღვეული ჩვენთან მოქალაქე. კი, როგორ რა ჩვენთანაც დაზღვეულია, თქვენთანაც ვისაუბრობთ, მის კომპანიაშიც დაზღვეულია. თუმცა რეალურად მე კიდევ ერთხელ გამეორდები, ეს რა თქმა უნდა არ ეხებათ აქ წარმოდგენილ კომპანიებს, თუმცა რეალურად ბაზარი და ბაზრის სტრუქტურა გვაძლევს ჩვენ თვითგადაზღვევის საშუალებას. თუ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ იყოს დაზღვეული და შეიძინოს ნამდვილი პროდუქტი და ხარისხიანი პროდუქტი, ის საქართველოში მოიძებნება, საკმაოდ ხელმისაწვდომია, საკმაოდ ოდნავ სურვილია ამისი, რომ გამოიჩინოს, რომ იყიდოს კარგი ხარისხის საქონელი. თუ აქვს სურვილი, რომ ოღონდ კაპიკები გადაიხადოს, თავი მოიტყუოს და ზედრო რაღაც პანაფონი აწერია ან რაღაცა ესეთი ტიპის პროდუქტი იყიდოს, რა უყოთ ამ ადამიანს, მაგრამ მაინც სახელმწიფოს იცით რა არის? სახელმწიფოს მოვალეობა არის ერთი რამე, რომ პროდუქტს რაც აწერია, ის უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ამას მომხმარებელი ვერ დაიწყებს ამის გარჩევას, რომ ხა მე რა აუცილებლად დაგიბრუნდებით, თუმცა ბატონ გიორგისთან მექნება ჩემი შემდეგი კითხვა, როდესაც საუბარია იგივე საავტომობილო მიმართულებაზე, ეს ეხება უბრალოდ ავტომობილების რეექსპორტს, ავტონაწილებს თუ ასე შემდეგ. ძალიან ხშირად მომისმენია კომპანიების მხრიდან პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში არ არსებობს რეალურად შტო და უწყება, რომელსაც ისინი დაელაპარაკებიან. აი მაგალითისთვის სიტყვაზე, როდესაც მიდის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ის ავტომატურად ამის ამართებს ეკონომიკის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტრო შემოსავლების სამსახურიდან და ასე შემდეგ. თქვენი აზრით ამ გადმოსახედიდან რომ რეალურად ჯერჯერობით ძნელია ესეთი უწყების მოძიება, რომელიც ბიზნესს დაელაპარაკება ამ მიმართულებით. ვინ უნდა განახორციელოს რეალურად მონიტორინგი ქვეყანაში, ვისი პრეროგატივაა ეს ყველაფერი, ვის ხელეწიფება ხარისხის დაცვა დღეს ამ სიტუაციიდან გამომდინარე? ეს ხა რთული სათქმელია, ალბათ თვითონ სახელმწიფოს წარმომადგენლებს უნდა კითხოთ ეს და თვითონ ასე ვთქვათ გადაწყვეტონ ეს საკითხი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ეს აუცილებელი პირობაა. ამის გარდა ასე ვთქვათ მე მინდა დავამატო აგრეთვე ბატონს დავეთანხმო, რომ თვითონ ბაზარიც ასე ვთქვათ ძალიან ქაოტურია. იგივე მეორადი ნაწილების ბაზარი ეს ყველგან მიღებული ბაზარია, მაგრამ დღეს საქართველოში აბსოლუტურად ქაოტური, შეიძლება ითქვას არალეგალური, ასე ვთქვათ, იქ არანაირი გადასახადის გადახდაზეც საუბარიც კი ზედმეტია, რაც ასე ვთქვათ ამ ბაზარს ტოვებს ამ მდგომარეობაში, მომავალშიც და დატოვებს ამ მდგომარეობაში. აქ უბრალოდ ყველა მოთამაშე, ასე ვთქვათ, არსებობენ ლეგალური მოთამაშეები, არსებობენ წვრილი დასაქსული პატარ-პატარა მოთამაშეები, რომლებიც ის აქ კონკურენციაზეც კი შეუძლებელია საუბარი, განვითარებაზეც შეუძლებელია საუბარი. ესენი რაღაც ერთიან სტრუქტურაში უნდა მოექცენ აუცილებლად, რომ ასე ვთქვათ, მოხდეს გამსხვილება, კონკურენცია ახსენეთ.
გაახსენეთ. რეალურად აი მსგავსი, ასე ვთქვათ, ლოკაციების არსებობა ჩვენს ქვეყანაში. რამდენად უშლის და რა მასშტაბებით უშლის ხელს თქვენი კომპანიის ოპერირებას, რადგანაც თქვენი კომპანია ლიცენზირებული მიმართულებით ოპერირებს. საკმაოდ ისეთი რთული სიტუაციაა მიმართულებით, მაგალითისთვის ახლა თქვა სიტუაციაზე მე ჩვენ რო შემო ასე თქვა მოვინდომოთ ნაწილის რეალიზაცია, ასე თქვა იქ უნდა დავარიცხოთ DGG-ს გადასახადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ის წვრილი გადამყიდველები ასე თქვა იქ არანაირ გადასახადს არ იხდიან, აქ შეუძლებელია უბრალოდ ლეგალურმა ბიზნესმა ოპერირება გაწიოს ასეთ მიმართულებაზე. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ რაღაც ერთიან სტრუქტურაშია მოსაქცევი ეს ხელშეუწყობს უბრალოდ გამსხვილებას, მათ გამსხვილებას, თვითონ მოინდომებენ შემდგომ გამსხვილებას და უფრო კომპანიებს დაამიგონებიან, ვისაც უკვე სახელმწიფო შეძლებს ასე ვთქვათ მოთამაშეებს. ბატონო ბაკურ, თქვენი აზრით ეს ყველაფერი რა ზარალს აყენებს თლიანობაში ბიუჯეტს? რადგანაც ამ შემთხვევაში არალიცენზირებულ მიმართულებაზე გვაქვს საუბარი და ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების მთავარი ინტერესის სფეროც უნდა იყოს, რომ ასე ვთქვათ სტრუქტურა დაემსგავსოს სტრუქტურას. ალეგო, ნუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც და ბიუჯეტიც ნახულობს უზარმაზარ ზარალს ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ რეალურად აი ეს წვრილი მოთამაშეების არ მინდა დავარქვა ამას საკმაოდ აფიშირებადია დღეს, რომ აი წვრილი ბიზნესი, მისი ხელშეწყობა, მაგრამ ეს არ უნდა გამოიხატებოს, იმის რომ მათ გადასახადები არ უნდა გადაიხადოს. დღეს მიდის აქამდე. ისინი მაქსიმალურად იცილებენ გადასახადებისაგან თავის აცილებას. ასევე სერვისები ავით 80% ასე წვრილი სერვისების თითქმის სანახევროდ არალეგალურად მუშაობენ. ნუ რა თქმა უნდა ძალიან ძნელია მათთან კონკურირება იმ კომპანიების, ვინც აი თეთრად მუშაობს თავიდან ბოლომდე ყველა გადასახადს იხდის და ხანდახან გამომდგომარეობაში კი ვარდებით ხოლმე ამის გამო და არ ვიცით აი რა წყალს მივცეთ თავი რომ რაღაცნაირად აი შევძლოთ კონკურენციის გაწევა იმ ადამიანებთან, ვინც რეალურად არაფერს არ იხდის, შენ იხდი ყველაფერს. ეს არის ძალიან უთანასწორო მდგომარეობაში ვარდები. გაქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, რაც ძალიან კარგია. არაერთხელ გქონიათ ერთობლივათაც შეხვედრა, მაგალითად სიტყვაზე ფინანსთა სამინისტროში და ამ შემდეგ. რეალურად არის თუ არა ერთობლივი მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი განცხადება გაკეთდეს თუნდაც კონკურენციის სააგენტოსადმიც, რათა მათი ერთ-ერთი პრეროგატივაც არის ზუსტად იგივე ბაზარზე ჯანსაღი და ასე ვთქვათ გამართული კონკურენციის უზრუნველყოფა. კი ბატონო, ხა ასეთ რამეზე უარს ალბათ ვერავინ ვერ იტყვის, პირიქით ძალიან მოხარულები ვიქნებით, მაგრამ ისე ვიძახი, რომ ყოველთვის არის სახელმწიფო ნება. თუ სახელმწიფო ნება იქნება, ეს გაკეთდება. თუ სახელმწიფო ნება არ იქნება, ეს არ გაკეთდება. ისე როგორც ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, იმიტომ რომ მაგალითად იყო ერთი პერიოდი დაიწყო საკმაოდ აქტიური და კარგი სიტუაცია ფალსიფიკაციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ჩვენ რამოდენიმე ბრენდთან ერთად მოვახერხეთ რომ დავაქსფიქსიროთ ბრენდი როგორც ინტელექტუალური საკუთრება შემდეგ მოიძებნა იურიდიული კომპანიები რომელთაც დაიწყეს ბრძოლა ამ ბრენდების ფალსიფიკაციასთან მაგრამ მე სახელმწიფოსგან გამოცხადდა მორატორიუმი კი ბატონო ბატონო გიორგი კი ბატონო დაგიბრუნდებით ბატონო ბაკურ აუცილებლად რეალურად აი ხა მე კონკურენციის სააგენტო ვახსენე გას თუ არა თქვენი მხრიდან დღის წესრიგში რომ მაგალითად სიტყვაზე მიმართოთ შესაბამის სტრუქტურას. რა ვიცი, რამდენად ქმედითურანია დღეს კონკურენციის სააგენტო ძნელად სათქმელია. ანუ რას უწუნებთ ის ესე არ ვიცი, მე არ მქონია არც შეხვედრა და პრინციპში შეიძლება ბევრი საუბრობს იმაზე რომ მას ბერკეტი არ გააჩნია. ალბათ არ გააჩნია და აქ დავეთანხმები ბატონ ბაკურს რომ ასე თქვათ სახელმწიფოს ნება მთავარი და მე ამუშავდება კონკურენციის სააგენტოს და ყველა დანარჩენი სტრუქტურებიც ამ მიმართულებით. და ხომ არ ფიქრობთ იგივე ერთ ნაკლოვანებას და ერთ პრობლემას მაგალითად იგივე მოსახლეობის მენტალობაშიც, იმიტომ რომ ხა მეც ვაღიარებ არაერთხელ მიმართავს თუნდაც იგივე მეორადი ნაწილების კუთხითაც, რადგან შემართება ეს არ არის სისტემატიური ცხადია ჩემი ქმედება, თუმცა მოსახლეობაში არის ესეთი მენტალობა, რომ ამ შემთხვევაში მეორადი ნაწილების კუთხით ძალიან მარტივად და იაფად შეუძლია თუნდაც ორიგინალი ნაწილის ყიდვა, ვიდრე მაგალითად ბრენდირებულ ცენტრში ახალი, მაგრამ შესაძლოა ეს ყველაფერი იყოს ჩინეთში ან ჩვენს მეზობელ თურქეთში დამზადებული და ამან გარკვეულწილად მანკიერი მიმართულება განავითაროს და აი მენტალობა რამდენად საჭიროებს? არ ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად მომხმარებელი თვითონ არეგულირებს ამ საკითხს, მე არანაირი ასე ვთქვათ პრობლემა არ გამაჩნია როგორც მომხმარებელს მეორადი ნაწილის მიმართულებით, იგივე ბრენდი, აქ უბრალოდ ფასია დამოკიდებული, ეს ლოგიკურად უფრო ფასი და ხარისხი. ეს არის გამოსავალი. მეორადი ნაწილი ლოგიკურად უფრო იაფიღირს, თუმცა ისიც ორიგინალია და ასე ვთქვათ შედარებისთვის, ხა ახალი ფრთა მაგალითად Mercedes-ის, რა თქმა უნდა, ცენტრში გაცილებით ძვირიერება, მაგრამ მეორადიცაც პრინციპში არა უშავს და ასე ვთქვათ, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენ მაგაზია მომხმარებელი საკმაოდ ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით აქ. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ მოსახლეობას სწორად აუხსნათ, რომ რეალურად არ არის პრობლემა მეორად ნაწილებში, რადგან ეს ყველაფერი აპრობირებულია იგივე დასავლურ ცივილურ სამყაროში, აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ხარისხზე და ხარისხის ძირითად ასპექტებზე. ბატონო ბაკურ, თქვენ
თან მექნება შემდეგი კითხვა, ვინაიდან და რადგანაც ამ მიმართულებაში მე პირადად არ მახსენდება, შეიძლება ვწდები. ბოლო პერიოდში რეალურად კვლევაც არ არის ჩატარებული, რომელიც აჩვენებდა ბაზრის სტრუქტურას, ბაზარზე მოთამაშე სუბიექტების რაოდენობას და ხარისხზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. აი ასეთ ფონზე და ასეთი გადმოსახედიდან რამდენად დიდია პრობლემა და სათხედავთ რეალურად გადაჭრის გზებს. ალიგო ჩვენი ხასიათია ეს ქართული რომ რაღაცას ვაკეთებთ და მე გაგვახსენდება რომ ნეტა წინასწარ კვლევა ჩაგვეტარებინა. ანუ ევროპული ცივილიზებული სამყაროს მეთოდი ესეთია რომ ისინი ბევრად ადრე კვლევას იწყებენ და მერე დგავენ ნაბიჯებს. მაგალითად მე მინდოდა ერთ რამაზე მეთქვა რომ როდესაც ვლაპარაკობთ ეგდათვალიერებაზე იქნება მანამდე კვლევა ჩაგვეტარებინა საერთოდ რა პრობლემა დგას ჩვენს ტექნიკურ ბაზარზე ყოფი მანქანების მიერ ტექნიკის მდგომარეობას რა პრობლემები გამოიხატოს პირველი რანგის, მეორე, მესამე რანგის პრობლემები და მე ვილაპარაკოთ შემოვიღოთ რა სტანდარტები დავდოთ თქვათ იგივე ტექნიკათვალიერებაზე, რა თქმა უნდა კვლევის მიერ უნდა ჩატარდეს. ეს ერთი, ისევე როგორც ყოველთვის, არიდება რეიტინგები, არიდება ამ კვლევების შედეგები, არ ხდება სოციოლოგიური კვლევები, ეს მეორე პრობლემაა. კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც აი ამას უგაზდებს, რომ მომხმარებლის დამოკიდებულება. ჩვენ ისევ არ ვყალიბდებით მოქალაქეებად. ჩვენ მოვითხოვთ პენსიებს, მოვითხოვთ გზებს, მოვითხოვთ რაღაც ინფრასტრუქტურის კეთებას სახელმწიფოსაგან და იცით რა არის, ძალიან მშვიდად უყურებთ იმას, რომ მივდივარ სადღაც რაღაცას ვყიდულობ და ის ჩეკს არ არტყავს. მივდივართ და ხვდებით, რომ ის რაღაც გადასახადს არ იხდის და არც პროტესტი გვიჩნდება, ჩვენც თანამონაწილე ხდებით ამ ყველაფერს. ვიხდით ფულს, არც არანაირ დოკუმენტაციას არ ვითხოვთ, რომ გადავიხადეთ, მოგვაქვს ნაწილია თუ რაღაც პროდუქტია თუ რაღაცას ვყიდულობთ და მე მივდივართ და შეიძლება მიტინგზე გამოვიდეთ და მოვითხოვოთ, რომ რატომ არ კეთდება გზა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, მე მგონი ვიღაცა ვერ გამოგვიგზავნის ჩვენ იმ ფულს, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს გადასახადები ჩვენ უნდა გადავიხადოთ. აი ეს არის ჩვენი მენტალობის პრობლემა. აი ეს არის ზუსტად ამას გულისხმობდი მენტალურ ასპექტში. ბატონო გიორგი, რეალურად ბატონმა ბაკურმა საკმაოდ საინტერესო აქცენტის დასვა იგივე ხელისუფლების როლზეც. ეხლა ჩვენ ევროპასთან ასოცირების ჭრილში სატრანსპორტო მიმართულების რეგულირების და ერთიან ლიცენზირების ჩარჩოში მოქცევის მნიშვნელოვანი ვალდებულებაც გვაქვს. სწორად ავითარებს თუ არა რეალურად ხელისუფლება და თანმიმდევრულად მიყვება თუ არა იმ ძირითად ასპექტებს, რაც რეალურად მიგვიყვანს საბოლოო სურათამდე სატრანსპორტო სისტემის სრულ მოდერნიზებას და გამართულობას გულისხმობ. არა ვიცი, ჯერჯერობით ასე ვთქვათ, მე ვერ ვხედავ ქმედით ნაბიჯებს ხელისუფლებისგან, იგივე მარჯვენა საჭიერი ავტომობილების ასე ვთქვათ შეზღუდვასთან დაკავშირებით, აქ არანაირი ქმედებები არ გადაიდგა, მაგალითად უარესი სიტუაცია მივიღეთ ჩვენ ამ მიმართულებით, დღეს არ ვიცი ამის ფორმატი არის თუ არა ამაზე სასაუბრო, მაგრამ ორი სიტყვით ვიტყვი, მაგალითად იქნა დაანონსებული ერთი წლის წინ ასე ვთქვათ ამის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მე ეს გადაიდო, ამან გამოიწვია უამრავი რაოდენობის ავტომობილის ასე ვთქვათ შემოყვანა საქართველოში, ასე ვთქვათ, იქაურმა ასე ვთქვათ მომწოდებლებმა უბრალოდ სტოკები გადმოისრულეს საქართველოში იმ მიზნით, რომ ოდესღაც ეს აიგრძალება და უფრო გააჯერეს ბაზარი. ანუ ვთქვათ დაანონსება მოხდა და მე აღარ მოხდა ასე ვთქვათ მისი განხორციელება. კიდე გაურკვეველია რა მოხდება მომავალში. ანუ ძალიან ბევრი მიმართულება ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ეს ძალიან უკონტროლო ბაზარია. საერთოდ არ ხდება არანაირი მონიტორინგი, არაფერი, აბსოლუტურად მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით. მესმის, ბატონებო, ისევ დამჩენია ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ მიიღებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. იმედია, რომ ეს რეკომენდაციები ახლო მომავალში იქნება აუცილებლად გათვალისწინებული და ბაზრის სტრუქტურა ნამდვილად დაემსგავსება ბაზრის სტრუქტურას, რომ არ დაიჩაგრონ ყოველ შემთხვევაში კეთილსინდისიერი ბაზრის მოთამაშეები. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი სურგულაძეს, რომელიც კავკასიის ავტოიმპორტის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ბატონ ბაკურ ხუნდაძეს, რომელიც ავტობანის დამფუძნებელი გახლავთ. ეხლა კი რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ძალიან მალე დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგვიყვანოთ.